გამარჯობათ. ვაგრძელებთ საუბრებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამჯერად ვისაუბრებთ ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკ ფაქტორებზე ტიპოლოგიისა და დიაგნოსტირების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშობელი ერთმანეთისაგან განსხვავებული ინდივიდუალური თავისებურებებით ხასიათდება, მათ რაღაც საერთო აქვთ. ეს საშუალებას იძლევა ვისაუბროთ მშობელთა ძირითად ტიპებზე. დავახასიათოთ ჯერ როგორი ტიპის დედები შეიძლება შექმნას. არის ასე ეგრეთ წოდებული შფოთიანი დედა. მას ყოველთვის გონია, რომ მის შვილს საფრთხე ემუქრება. პირველ რიგში ეს ეხება შვილის ჯანმრთელობას. ასე დედას უნდა მზად აქვს ყველა შესაძლო მედიკამენტების ეგრეთ წოდებული აფთიაქი. ბავშვმა დააცემინა, მაშინვე დასმულია დიაგნოზი. ესე იგი გრიპია. ბავშვს ერთი კვირით არ უშვებენ სახლიდან. ამასთან ექიმი, რომელიც ასე დედას ეტყვის, რომ ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელია, მის თვალში ავტორიტეტს კარგავს. ეს ასევე შეიძლება ეხებოდეს ბავშვის ურთიერთობებს სხვა ბავშვებთან. ასეთი მიმართვებით ის ცუდი ბავშვია და მასთან ნუ იმეგობრობ, რამეს დაგიშავებს. ან შეიძლება ეს იყოს საზოგადოება. ქუჩა საშიშროებით არის სავსე და არ გახვიდ. შვილისადმი ამგვარი დამოკიდებულება უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. ის პარაობიდანვე ითავისებს აზრობ, სხვებისაგან განსხვავებულია და ის, რაც სხვა ბავშვებისათვის ნებართართულია, მისთვის ძალიან სახიფათოა. ასეთი ბავშვი უკიდურესად ეგოცენტრულ ადამიანად ყალიბდება. ან არასრულფასოვნად თვლის თავს და საკუთარი თავის რწმენა აკლია. ან იპოქონდრიკია, რომელიც საკუთარი სხეულის ნებისმიერ სიგნალს ყურადღებას აქცევს და საშინელი დაავადების მომასწავლებლად მიიჩნევს. შემდეგი ტიპი არის ტანჯული დედა. ის მუდმივად დაძაბულია, უკმაყოფილოა. საკუთარი შვილისაგან მხოლოდ ცუდს და სახიფათოს ელოდება, რაც მის მშვიდ ცხოვრებას საფრთხეს შეუქმნის. ასეთი მშობელი თავის დაყრდნობილ ცხოვრებას მისდირის, წუხს და ნერვიულობს იმის გამო, რომ ბავშვში მხოლოდ ტვირთს ხედავს, დაბრკოლებას, რომელიც უნებლიად გაჩნდა მისი პიროვნული ზრდის თუ კარიერული წინსვლის გზაზე. ასეთი მშობლის შვილი მოგვიანებით აუცილებლად მიხვდება, რომ ის თავად არის მშობლის მუდმივი გაღიზიანების მიზეზი. ასეთ ბავშვს უყალიბდება ხასიათის ძირითადი თვისება, რომელიც ასეთია: მუდმივი ავადმყოფური სურვილი დაუმტკიცოს ყველა გარემომცველს, საკუთარ თავს და რაც მთავარია, საკუთარ დედას, რომ ის კარგია, სიყვარულს, პატივისცემას, შექებას, თუნდაც ყურადღებას ემსახურებს. ამის მიღწევის ხერხები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, სავსებით ღირსეულიდან სოციალურ მიუღებლობამდე. შემდეგი ტიპი გახლავთ ზედმეტად თავდაჯერებული ძალაუფლების მოყვარული დედა. ის მტკიცედაა დარწმუნებული, რა ესაჭიროება შვილს და არავითარ შემთხვევაში არ უხევს იმ გზიდან, რომელიც შვილისათვის მის დაბადებიდანვე დიდი ხნით ადრე დაისახა. ასეთი დედა ანადგურებს შვილის განუმეორებლობას, უნიკალურობას, პიროვნებას. ის განუხრელად ცდილობს აქციოს შვილი ისეთად, როგორიც მას სურს. ბავშვი სწრაფად ითვისებს, რომ მის ნაცვლად დედა აკეთებს ყველაფერს. დედა ფიქრობს, დედა იღებს გადაწყვეტილებებს, შედეგად ის უმწეო, უსუსურ ადამიანად ყალიბდება. მამა ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პერსონაჟია ბავშვის ცხოვრებაში, რომელსაც ზოგჯერ დედის ნეგატიური ტიპის კომპენსაციის მოხდენა შეუძლია. შეიძლება გამოვყოთ მამების შემდეგი ტიპები, რომლებიც ნეგატიურად ზემოქმედებენ ბავშვის განვითარებას. მამების ძირითადი ტიპები შემდეგია. არის ეგრეთ წოდებული მზრუნველი მამა. ის დედასავით მზრუნველი მამა, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ დედის ყველა ფუნქციას ის უკეთ შეასრულებს. ასეთ მამებს ავიწყდებათ, რომ შეუძლებელია εδრეულად დედაც იყოს და მამაც. აქედან აგრესიული აფეთქებები. ასეთ მომენტებში მამა თავშეუყრობელია, იმპულსური, გაბოროტებულია. გასაგებია, ვიზეც გადადის აგრესია, როცა ყველაფერი რიგზეა,
ასეთი მამა ყველაზე კეთილი, ყველაზე მზრუნველი და მოსიყვარულია და ის ბავშვს ყველაფრის ნებას აძლევს, ყველაფერს პატიოს. მიუხედავად ამისა, ბავშვი ასეთი მამის გუნება განწყობილების მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რასაც ის ნერვოზულ მდგომარეობამდე მიჰყავს. შემდეგი ტიპი გახლავთ ავტორიტარული მამა. ასეთი მამის შვილი თავს ყოველთვის ისე გრძნობს, როგორც გამოცდაზე. მას შეფასებას აძლევენ თან ძირითადად ორიანს უწევენ. მამა თვლის, რომ რასაც მისი შვილი აკეთებს, ყველაფერი არასწორია, იმიტომ რომ დედას დაემსგავს. ასეთი მამა არასოდეს მიდის კომპრომისზე, აღიარებს მხოლოდ სიმკაცრეს და მოითხოვს წესების განუხრელ დაცვას. ამასთან ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერს შვილისადმი დიდი სიყვარულის გამო აკეთებს. მისთვის კარგი უნდა. ბავშვის ძირითადი ემოცია არის შიში, რომელიც წლების განმავლობაში პროტესტის ან სიძულვის გზნობებით იცვლება. არის ასეთიც უსუსური მამა. სინამდვილეში ეს მამა კი არა, მანიკენია, რომელსაც არაფერს ეკითხებიან. მას არ აქვს ოჯახში საკუთარი ხმისუფლება, ყველაფერში ცოლს ემორჩილება. ის არასოდეს დაუჭერს ხარს შვილს, მაშინაც კი, როცა შვილის სიმართლეს ხედავს, რადგან ცოლთან ან სიდეთთან ურთიერთობის გაფუჭების მეტად ეშინია. არსებობს იგითი სინდრომი, მიუნჰაუზენის სინდრომი, რომელიც ახასიათებს მშობელს. 1977 წელს ინგლისელმა როი მაედოუმ პირველად ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამ ფორმის შესახებ. მან ძალადობის ამ ფორმას მიუნჰაუზენის სინდრომი უწოდა. ამ ტერმინს იყენებენ, როცა ნათესავი, ჩვეულებრივ დედა ან მამა ექიმს წარუდგენს სრულ ინფორმაციას შვილის ავადმყოფობის შესახებ, რის გამოც ექიმი ხშირად შეცდომაში შედის, დიაგნოსტიკურ პროცედურებს ატარებს და მკურნალობას ნიშნავს. ამ სინდრომს ასევე უწოდებენ პოლის სინდრომს. ეს არის ბარონ მიუნჰაუზენის ერთადერთი შვილის სახელი, რომელიც 1 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზოგიერთი დედა იგონებს ავადმყოფობის სიმპტომებს, ზოგი მათ განზრახ გამოწვევასაც ახერხებს. მაგალითად, მეორე ბავშვში სისხლდენის სიმულირებას ახდენდა საღებავებით, ადამიანის ან ცხოველის სისხლის გამოყენებით. ასევე ხშირია ცენტრალური ნერვული სისტემის დამრდგმელი, საუბარია საძილე მედიკამენტების გამოყენებით ბავშვის ძილიანობის, მოთენთილობის გამოსაწვევად. ხშირად იყენებენ საფაღარათე საშუალებებს, რის შედეგადაც ბავშვი იწვევს დიარეას. შეგახსენებთ ერთ შემთხვევას. გოგონას 8 წლის განმავლობაში, 2 წლიდან 10 წლამდე დედა ურტყამდა ჩაქუჩს. ასხამდა მდუღარეს, ჭრილობების დაინფიცირებას ახდენდა და სხვა მსგავსი. ბავშვმა 28-ზე მეტი ჰოსპიტალიზაცია გადაიტანა. ექიმები დაბნებულები იყვნენ. დიაგნოზები, ოსტეომიელიტი, სეფსისი და სხვა ეგეთი. არავის არ უფიქრია, რომ მიზეზი იყო დედა. პირიქით, ექიმები ხაზს უსვამდნენ, რომ დედა იყო ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი. ზოგი მას წმინდანსაც კი უწოდებდნენ. გოგონა დედას დაშინებული ყავდა და ის ვერაფერს ეუბნებოდა ექიმებს. ხოლო როცა სცადა გაემხილა ყველაფერი, ჩათვალეს, რომ ფანტაზიორობდა და ყველაფერს იგონებდა. მხოლოდ მოზარდობის ასაკში შეძლო გოგონამ წინააღმდეგობა გაეწია დედისათვის, მაგრამ დედამ იგივე ქმედების ჩადენა დაიწყო უმცროს ვაჟთან. ამას გარდა ის საკუთარ თავსაც იზიანებდა. რისკ ჯგუფს წარმოადგენენ 15 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. ხშირად დიაგნოზის დასვამდე ასეთ ბავშვებს ბევრი გამოკლება და მკურნალობა უტარდება. ხშირად მიუნჰაუზენის სინდრომის დროს ისე ხდება, რომ თუ დედა ან მეორე ბავშვის გვერდით არ იმყოფება, ბავშვს დაავადების ნიშნები არ აღენიშნება. დედა დიდ ეგრეთ წოდებულ მზრუნველობას იჩენს და სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს ბავშვის მარტო დატოვებაზე. საყურადღებოა შემთხვევები, როცა მხოლოდ მშობელი მეორვე ადასტურებს, რომ ბავშვს ეპილეპსიური შედეგები აქვს
და მკურნალობის პროცესში მედიკამენტები არ მოქმედებს. მშობლებს, რომლებსაც მიუჰაუზენის სინდრომი აქვს, ვფიქრობ, ფსიქიატრის პროფესიული ჩარევა ესაჭიროებათ. არის ასეთი ცნება, ძნელი მოზარდი. ეს ცნება საბოლოოდ დადგენილი არ არის. მოზარდობის ასაკი, როგორც პიროვნების განვითარების კრიზისული პერიოდი გულისხმობს, რომ ყველა მოზარდი ძნელია. მოზარდის განვითარების პროცესი, როგორც ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ისე პიროვნული თავისებურებები და ჩამოუყალიბებელი სოციალური სტატუსი, თავისი არსით გულისხმობს გარკვეულ კრიზისს, კონფლიქტებს, სოციალურ გამოსადმი ადაპტაციის სიძნელებს. ითვლება, რომ ძნელია მოზარდი, რომელმაც ვერ შეძლო თავისი ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპის წარმატებით გადალახვა და რომელსაც ქცევის მიღებული ნორმებიდან გადახრები ახასიათებს. ძნელი ბავშვები ყველა ასაკობრივ საფეხურზე გვხვდება. ესაა ოჯახში არასწორი აღზრდის შედეგად პედაგოგიურად ხელმიშვებული ბავშვები, მაგრამ ძნელი ბავშვების ტიპიური თავისებურებები განსაკუთრებით მძაფრად მოზარდობის პერიოდში ვლინდება. ძნელი თუ ძნელად აღსაზრდელი მოსწავლეები სწავლა-აღზრდის პროცესში უამრავ პრობლემას ქმნიან. ყველა ძნელი ბავშვისათვის დამახასიათებელია ეგრეთ წოდებული აღზრდისათვის აქტიური წინააღმდეგობა და აღიარებული პედაგოგიური საშუალებების მიუღებლობა. ძნელად აღსაზრდელი მოზარდების ტიპებია. მოზარდები, რომლებსაც დარღვეული აქვთ ურთიერთობის სფერო. ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის მოზარდები, რომლებსაც ოჯახსა და სკოლაში განსაკუთრებული მდგომარეობის გამო დედისერთა ან გარიყულია. მათ აქ დარღვეული ნორმალური ადამიანური ურთიერთობები. ასეთი მოზარდების წარმოდგენები ცხოვრებაზე ძალიან პესიმისტურია, კრიტიკული ან ძალიან რომანტიკული. მათ შორის ბევრი უპრინციპო, ქცევის წესების უარყოფელები, რომლებიც არანაირ ვალდებულებებს არ ცნობენ. ბევრი მათგანი კარგად სწავლობს, მაგრამ კლასის სიმპათიით არ სარგებლობენ. მათთან ურთიერთობას ერიდებიან. არის ასეთი მძაფრი ან დაქვეითებული ემოციური რეაქციის მქონე მოზარდები. ამ ჯგუფში შედიან ისეთი მოზარდები, რომლებმაც ნერვიული სტრესები, ფსიქოლოგიური ტრავმები გადაიტანეს. მათთვის დამახასიათებელია აგზნებადობა, მკვეთრი, მწვანე რეაქციები ან პასიურობა, გულგრილობა და ინდიფერენტულობა ამაღლებული მოვლენების მიმართაც კი. მათი უმრავლესობა აფექტურია. არიან ცალმხრივი გონებრივი განვითარების მოზარდები. ამ ჯგუფში ისეთი მოზარდები შედიან, რომელთა ზოგადი გონებრივი განვითარება შეფერხებული იყო და მათთვის დამახასიათებელია შემეცნებითი ინტერესების უქონლობა და მისი ცალმხრივი განვითარება. არიან სუსტი ნებელობის მოზარდები. ამ ჯგუფს უნებისყოფო და ჯიუტი მოზარდები განეკუთვნებიან. მათი უმრავლესობა თავნება, ჭირვეული, უდისციპლინო და არაორგანიზებულია. არ ემორჩილებიან ქცევის ნორმებსა და წესებს. ისინი უბრალო მარტივი საქმეების გამო ბევრ ენერგიას ხარჯავენ. ნახოთ, როგორია ძნელი მოზარდის ქცევის თავისებურებები. ესენია უკიდურესი წინააღმდეგობრივი ფუნქციების ერთმანეთის გვერდით არსებობა. განვითარებული გონება და თითქმის განუვითარებული გრძნობები, ან პირიქით, სუსტი შრომის მოყვარეობა და ძალზე განვითარებული მოთხოვნილებები, შეზღუდული თვალსაჩინო და ყოველდღიური უარყოფითი გამოცდილების სიჭარბე. მეორე, გარშემოყოფთაგან ხანგრძლივი კონფლიქტური დამოკიდებულება, უფროსების მხრიდან შენიშვნებს, დაასჯას კრიტიკას მოზარდი მტრობად მიიჩნევს, პირად შეურაცხყოფად აღიქვამს, ყველაფრის სარგებლიანობის პრინციპით აფასებენ. მოზარდი ყველაფერს ეგოისტურ ცხოვრებისულ პოზიციიდან უდგება. ინტერესებისა და მისწრაფებების ხშირი ცვლა არის დამახასიათებელი. გადაცემების ხშირი ცვლა საერთოდ დამახასიათებელია მოზარდისათვის და ბოლოს აღზრდელობითი ღონისძიებებისათვის წინააღმდეგობის გაწევა და ძნელი მოზარდი ხშირად ეწინააღმდეგება იმ მასწავლებელს, რომელიც არ უყვას, ან რომლის საგანიც არ მოსწონს, აგრეთვე ის მასწავლებელი, რომელმაც მას თუნდაც უნებურად რაიმე წყენა მიაყენა.